საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია პროგრამა ქართლის ცხოვრება, მე დიტო ჩუბინიძე გახლავართ. ჩვენი დღევანდელი საუბარი მინდა დავიწყო უაღრესად საჭიროებო და მნიშვნელოვანი თემით, რაც ეხება საქართველოში მიმდინარე ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას. სინამდვილეში ქართველი ერის და ქართველი ახალგაზრდების მოღორების გამოყეყეჩების, გამოთაყვანების და უწიგნურ ბრბოდ ქცევის პროგრამას, რომელიც როგორც ჩანს, სადღაც გაურკვეველი წარმოშობის, წარმომავლობის კაბინეტებში დაიწერა და ეს ჩვენი ძვირფასი ხელისუფალნი ამას ყველაფერს სკრუპულოზურად ასრულებენ და მიღებული დირექტივების შესაბამისად მოქმედებენ. ბატონმა კობახიძემ, რომელიც მოგეხსენებათ პოლიტიკაში შემთხვევითი პიროვნებაა და მხოლოდ იმიტომ გახდა პარლამენტის წევრი და პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, რომ იგი წლების განმავლობაში საქართველოში სოროსის ფონდის პროგრამების მენეჯერი იყო, განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა დასკვნით ეტაპზე მათ განიხილეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად და საკვანძო საკითხები ამ რეფორმისა ერთმანეთს შეუთანხმეს, შეათანხმეს. ანუ ფაქტობრივად გამოდის ძვირფასო მეგობრებო, რომ ახლა კაცმა მალაო და ჭირმა თავი არ დამალაო, ნათქვამია, ხო? აი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის უკან, რომელიც უკვე ფაქტობრივად ჩავარდნილი ეს რეფორმა. ეს რეფორმა თავიდანვე კატეგორიულად შეიძლება ითქვას და ეს ჩემი აზრია და ამას ეთანხმებიან საქართველოში ცნობილი, ყველაზე უფრო ცნობილი ექსპერტები განათლების საკითხებში. ეს რეფორმა, განათლების რეფორმა უკვე არის ჩავარდნილი და მდგომარეობა არის კატასტროფული. ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ როგორ შეიძლება განათლების რეფორმაზე ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოსული 14 წლის განმავლობაში მყოფი ძალა სწავლის საფასურს ტოვებს იგივე განსაზღვრებით 2250 ლარზეა თუ არ ვცდები საუბარი, არ ვცდები ნამდვილად მგონი, რაც იყო 14 წლის წინათ. ანუ სოფლიოში ეს არის სტუდენტის 1 წლის გადასახადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? ეს აფრიკის დონეც კი არ არის. აფრიკის დონეც კი არ არის, რომელ რეფორმაზეა საუბარი, ხო? ანუ 14 წლის წინ რაც იყო გადასახადი თანხა, დღესაც იგივეა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, აი ამ 14 წლის განმავლობაში რა დაემართა ეროვნულ ვალუტას და რა დაემართა მსოფლიო ეკონომიკას. ანუ ყველაფერი გაძვირებულია, ნუ აღარაფერი ვთქვათ ინფლაციაზე, მსოფლიომ გადაიტანა ომები, საქართველოს ტერიტორია შემცირდა, ბევრი რამე მოხდა ჩვენს თავს, ბევრი უბედურება დაატრიალდა, ბევრი ქარიშხალი უკრაინაში აგერ ომი მძვინვარებს, იცვლება ქვეყნების საზღვრები, იცვლება ქვეყნების მთლიანად ესე ხელისუფლებები, საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და 14 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში მყოფი ძალა ქართული ოცნება ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას იწყებს იმით, რომ ისევ იმ გადასახადს იმავე თანხას ტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმა ფაქტობრივად მკვდარია. და არ არსებობს ეგ რეფორმა, ეგ ტყუილია. სინამდვილეში ეგ რეფორმა ძვირფასო მეგობრებო ემსახურება იმ უბედურებას, რომ აი რაც სააკაშვილს გადაურჩა, რაც სააკაშვილის მსახრალ ხელს გადაურჩა, ბოლოს და ბოლოს აი ამ ქართულმა ოცნებამ, აი ამ ბავშვების შევარდნაძისა და სააკაშვილის პოლიტიკური შვილიშვილებისა და შვილების სახით უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა, დაანგრევა, გაუბედურება და
როგორც აკაკი წერეთელი ამბობს ერთ ლექსში სულგანათლებული რომ ქართველებიო საქართველო უნდა ვაქციოთო ვირების ბაგადო აი სწორედ ვირების ბაგად უნდათ რომ აქციონ ეს ქვეყანა მე არ მინახავს სოფლიოში ამდენი სტუდენტი და მე არ მინახავს სოფლიოში ერთად აღებული ამდენი უციგნური ყველა არის დოქტორი, ყველა არის პროფესორი, ყველა არის სტუდენტი. მოკლედ ვიხილე ბევრი წიგნი და ვიხილე ბევრი უციგნური, როგორც იტყვიან. ერთადერთი რაც ყობახიძემ ძალიან კარგად და ფიგურალურად თქვა, ლევან ბერძენიშვილის შესახებ ბრძანა. ბერძენიშვილი არისო კაციო, რომელმაც წაიკითხა ძალიან ბევრი წიგნი და ვერ გაიგო. რომელმაც ბევრი წიგნი ვერ გაიგო უკაცრავად, ხო? ეს ნამდვილად სწორად ბრძანა მან და ალბათ საქართველოს უახლესი ისტორიის ანალებში, სკოლიოში იქნება ის მითითებული, როგორც აი ამ ფრაზის ავტორი, მაგრამ ძირითად სატიტულო გვერდებზე ის ადგილს ვერ დაიმკვიდრებს, იმიტომ რომ მარიონეტია და მთელი ეს კლასტერი, რასაც ქვია დღევანდელი ხელისუფლება, ეს არის მარიონეტული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ძარღვი გადაჭრილი აქვს. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილების ჩარჩი ვაჭრების და დახლიდარების ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ ანაღლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის შეშინებული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც თავისი შანსონიე ჩერგოლეიშვილი გამოაგდო ახლა პოლიტიკურ ავანსცენაზე და ეს კალიც კიდე ხო ხედავთ რა მდგომარეობაშია გასულია მომსახურეობის სფეროდან და რასაც აკეთებს, რასაც ჩადის, ალბათ ძალიან ძნელია ამას რაიმე ლოგიკური ახსნა მოუძებნოს ადამიანმა. ისი არ გამომივიდეს ახლა რომ ამ უხსენებელი ნაცების ნარატივზე დავჯდე, მაპატიეთან ძალიან ცუდი ქართულისთვის. მაგრამ ეს ხალი დღეს ახლა პირდაპირ გეუბნებით ჩერგოლეიშვილი ბოკერიას თანამეცხედრე აკეთებს იმას რაც უნდა მართულ რეჟიმს ხელისუფლებას ეს არის პირდაპირ დესანტი ბოკერია და ჩერგოლეიშვილი გადასმული ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში აგენტების გაერთიანებაში და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში მოქმედებს ჭკვიანურად, რადგანაც ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია მართლაც არის აგენტების დიდი ეგრეთ წოდებული სბროდი და თავისი დესანტი, თავისი აგენტი გადასხა იქ, რათა იქ მოხდეს ვითარების კიდევ უფრო დომხალიზაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რათა ვერავინ გაიგოს სად არის ანი და სად არის ჰოე და შესაბამისად ჩვენ ხედავთ რომ შედეგიც არ აყოვნებს და ხელისუფლება ძალიან მყარად დგას და თავს გძნობს როგორც თევზი წყალში, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ 1000 გზის ნათქვამს ამ ხელისუფლებას დღეს შველის ის რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია სინამდვილეში აგენტების ერთობა საქართველოს დაუძინებელი მტრების და ფილიპე მახარაძეებისა და სერგო ორჯონიკიძეების იდეური მოკავშირეების სულიერი ძმების და დების ერთობა არის იმდენად გაფარჩაკებული, იმდენად ნამუსახთილი, იმდენად ღირსება დაკარგული და იმდენად განიორწყლებული, რომ მას არავითარი დასახდენი ქართულ ხალხში არ აქვს. ოპოზიციას, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემებთან ერთად მთავარ პრობლემას ისიც უქმნის, რომ ხალხს ძალიან არ მოსწონს, როცა ოპოზიციური ფლანგიდან გაქსუებული მილიონერები ესაუბრებიან და ეტიტინებიან ხალხს, რომელსაც ძალიან უჭირს და ძალიან ნორმალურად ჩაცმულ დახულული და ნორმალური თვალით მზირალი ადამიანები გამთენიისას ნაგვის ურნებთან დგანან და ნაგავში იქეფიქებიან და ეს არის ჩვენი ტრაგედია.
ეს არის ტრაგედია, როდესაც აი შეხედეთ ახლა რა ხდება ეგრეთ წოდებულ სოციალურ ქსელებში თუ ვინმე ესე იგი რაიმე იყიდა, მაშინვე გამოდებული აქვს იქა ხო და ერთმანეთს ეჯიბრება ეს მესჩანური, ეს პროვინციული, ეს დეგრადირებული, ღირსება აყრილი და სამშობლოზე ხელჩაქლეული საზოგადოება, ვინ სად ისვენებს, ვინ რა მანქანა იყიდა, ვინ რა სახლი აიშენა, ასე შემდეგ. სხვათა შორის ეხლა ბოლოს რო ბუმი იყო ატეხილი აი ამ იქ მერიაში რო ერთი ვირთხა იყო შემძვრალი. პატარა ვირთხა, პატარა. ირაკლი ხმალაძე რო ქვია, ხო? ბეთანიაში მართლა რა აუშენებია კაცო ამ სახლს, ამ კაცს. მე არ ვიცი გეუბნები რა. ორლიანის ჰერცოგ შეშურდება თურმე ისეთი სრა სახლი აქვს აგებული. საიდან? რა ქონებრივი დასაბუთებით იშენებთ თქვენ ამ სახლებს? საიდან იშენებთ სახელმწიფო მოხელეები? საიდან 4000 და 5000 ლარიანი ხელფასებით საიდან იშენებთ თქვენ ამ სახლებს? ესე იგი ბიუჯეტს მოპარეთ არა, ქართულ ხალხს მოპარეთ. რაღაცეები იქ იმაიმუნეთ. დაამრუდეთ სამართალი არა? საქართველოს ხაზინაში, საქართველოს ბიუჯეტში ბავშვების ფულში თქვენი ბანჯგვლიანი თითები ჩაყვეთ. და ერთ სიტყვით ამოურიეთ და იქიდან ფულები წამოიღეთ, ხო? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენ პირდაპირ ვაცხადებ ამას, რომ ეს არ გაგრძელდება. სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილების ხელისუფლება საქართველოში არ იქნება და თქვენ ყველანი ეს ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, პეტრე ცისკარიშვილი, ჭიჭე ვაშაძე, ესენი თქვენ ყველანი და ეს ხელისუფლების ნარჩიტებიც დღეს ვინც ბრძანდებით იქ. ყველანი თქვენ საბრალდებო სკამზე დაჯდებით. და თქვენ მოგიწევთ ყველა თქვენი ეგრეთ წოდებული ბიზნესის და აი სრა სახლის, ძვირადღირებული ავტომობილის, აგარაკის თუ რა ვიცი კიდე თვითმფრინავების თუ ვერტმფრენების დასაბუთება, რის ფასად შეიძინეთ ეს ყველაფერი, როგორ მოახერხეთ ის, რომ სახელმწიფო სამსახურში მყოფმა ადამიანებმა, რომლებსაც აი ყველაზე ბევრი რო გაუბეროთ, მე მგონი ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს აი ამ ბატონ დავით ნარმანიას, ხო? აი როგორ მოახერხეთ ამ ფასად მილიონიანი სახლების შეძენა, ვერტმფრენების შეძენა, თვითმფრინავების შეძენა, უცხოეთში სასახლეების შეძენა, აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი, თქვენ ამაზე მოგიწევთ ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. ამიტომ ეს კანონმდებლობა, რომელიც ახლა დღეს არსებობს საქართველოში, ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ეს არის მართლ რეჟიმზე მორგებული კანონმდებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობას აუცილებლად უნდა დაემატოს მუხლი კონების კონფისკაციის შესახებ, ეს ალბათ მოხდება და ძალიან ბევრი ქონება მე მგონია გადავა სახელმწიფო საკუთრებაში. რამდენიმე კვირის წინათ მე მგონი ამ ეთერში იყო ეს, ჩვენ მოგზალებით მოგახსენეთ იმის შესახებ, რომ კონფისკაციას ასევე უნდა დაექვემდებაროს ნარკობარიგების ქონებაც. ამით საქართველოში ოდნავ მაინც აღდგება ის ბალანსი, აღმოიფხრება, უკაცრავად აღმოიფხრება ის დისბალანსი, რომელიც აი ამ სოლომონ მისაკიჩე მეჯღანუაშვილებსა და დანარჩენ ქართველებს შორის არსებობს და საქართველოს მომავალმა ხელისუფლებამ და ღმერთი ინებებს ამას, რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ეყოლება და არა ეროვნული ხელისუფლება. მოკლედ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა გადავიდეს ის სტრატეგიული ობიექტები, რასაც ქვია წიაღისეული სიმდიდრეები,
რასაც ქვია ჰიდროელექტროსადგურები და რასაც ქვია ოქრო და მადნეული. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის სიმდიდრე დღეს ეკუთვნის მძარცველებს, ყაჩაღებს, უცხო ძალას. საქართველოსთან გადის დიდ ძალი ოქრო. საქართველოს ზარცვავენ და ქართველი ხალხი მაპატიეთ და საქართველოს მოსახლეობის შრომის უნარიანი ნაწილი აი ამ ყველაფრის ფონზე გადახვეწილია უცხოეთში იტალიელი ბერძენი თუ გერმანელი პენსიონერებისა და მიღწნილი მოხუცების ღამის ქოთნების სახეხად. აი ეს საქართველოში უნდა დასრულდეს. თუ ქართველი ერი ვერ უპასუხებს რამდენიმე გამოწვევას და დროულად არ გადაწყვეტს ამ პრობლემას, ჩვენ გადასული ვართ უკვე მომაკვდავნე რეჟიმში, როგორც კობახიძემ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაიყვანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარკვეული ფაკულტეტები და დეპარტამენტები და სხვა უნივერსიტეტების მთელი რიგი ფაკულტეტები და დეპარტამენტები მიილევათ და მომაკვდავ რეჟიმში, სწორედ ისე არის გადასული და გადაყვანილი საქართველოს მოსახლეობა ქართველი ერი მიილევათ და მომაკვდავ რეჟიმში და 10-15 წელიწადში. ეს არის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი. უფრო მალეც მოხდება ეს 5-6 წელიწადში. ქართველი ერი აღმოჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე იმ უმცირესობაში, რომელიც უკვე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და მის შედეგებზე გავლენას ვეღარ მოახდენს. და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს ქართველი ერის რჩეული ძალა. გაიმარჯვებს უცხო ძალის, უცხო ტომელთა მიერ არჩეული ძალა. მე ამას ახლა არ დავაკონკრეტებ, ვინ შეიძლება ეს იყოს, მაგრამ ეს ძალიან ახლო არის. ამიტომ მე მიმართავ ჩვენს ემიგრაციას, იმიტომ რომ ჩვენ გვიყურებენ, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გვიყურებს, იმიტომ რომ მე მიკავშირდებიან ჩვენი გულშემატკივრები, როგორც საბერძნეთიდან, ისე იტალიიდან, ისე შეერთებული შტატებიდან. ჩვენი გადაცემა მოგეხსენებათ გადის სოციალურ ქსელებშიც ასევე და მოკლედ მაყურებელი არაკლია ჩვენს გადაცემას. აქ არ ეხება ეს მხოლოდ იმას, რომ ეხა მე ვარ და ჩემი ნაბადი და ყარამან ყანთელი და მთელი მსოფლიო მე მიყურე. არამც და არამც. ქართულ სიტყვას და ქართულ აზრს დანატრებულია ქართველი კაცი და ამ გადაცემებს ჩვენს ტელევიზიას ყავს მაყურებელი, გარკვეული მაყურებელი. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება ითქვას, რომ ეს ტელევიზია ჯერ კიდევ არის ჩამოყალიბების პროცესში და გარკვეული манипуляციები სჭირდება მისი ცნობადობის, მისი ხილვადობის გაზრდას, მაგრამ ნუ რაც არის ყოველ შემთხვევისათვის ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას და საშუალებას, რომ ჩვენი ხმად მღაღადებელისა უდაბნოს აშინა არ არის დაკარგული და ჩვენ მაყურებლები გვყავს. ამიტომ თუ ჩვენ არ მივიღებთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ქართველი ერი არ დაირაზმება და ჩვენი ემიგრაცია არ დაბრუნდება საქართველოში, ჩვენ ეს პრობლემა გვემუქრება. ჩვენ გვემუქრება მეორე ნომერი ამოცანა. აუცილებლად სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ეს სტრატეგიული ობიექტები, რომლის შესახებაც მე მოგახსენებდით, ძვირფასო მეგობრებო, და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სასწრაფოდ მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს საქართველოში ნებისმიერი სახის მიწის გაყიდვაზე. აქ არ არის ახლა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, არასა ნებისმიერი სახის მიწა უნდა
დაექვემდებაროს ამ მკაცრ დირექტივას და კანონს და დაიწყოს სამართლებრივი პროცესი უცხოელების ხელში გადასული მიწების გამოსყიდვის ან ამ მიწების გასხვისების კანონიერების შესწავლის შესახებ. მე დამერწმუნე თქვენ ძვირფასო მეგობრებო. დამერწმუნე თუ კვალიფიციური და არა გაყიდული და არა სუსის აგენტი ადვოკატები ჩაერთვებიან ამ საქმეში, იმიტომ რომ ეს სფერო მოგეხსენებათ, რასაც ქვია ადვოკატურა. ჩემი ინფორმაციით ძალიან მოწყვლადია აი ამ სპეცსამსახურებისადმი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი თავით არის გაქანებული პირდაპირ ამ სპეცსამსახურების წიაღში. ხო და აი ყველა გაყიდული მიწის რომელიც უცხოელმა პაკისტანელმა, არაბმა, ინდოელმა, თურქმა შეიძინა, უნდა დაიწყოს სკრუპულოზურად შესწავლა. ხომ არ მოხდა რაიმე ფალსიფიკაცია, რაღაც თაღლითობა და რაღაც გადაცდომა ისეთი, რომელიც ამ მიწის გაყიდვის სამართლებრივ სტატუსს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ სახელმწიფოს თუ შეეცვალა მიწას სტატუსი არაკანონიერად და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გასხვის და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კვოტით თუ სტატუსით თუ სახელმწიფოს დაუმალეს ამ გასხვისების დროს რაღაცა გადასახადები. ეს ყველაფერი უნდა შეისწავლოს კვალიფიციურმა იურისტებმა, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებმა და თითოეული აი ამ ხელშეკრულების მიწის უცხოელებზე გაყიდვის ფაქტზე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი გამოძიება. აი ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ჩვენ ამისი არ უნდა შეგვეშინდეს და პროკურატურამ ამაში უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი და ქართული სიტყვა, მაგრამ ამას ეს პროკურატურა ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ესეც არის ამ უბედურების და ამ დანაშაულებრივი სინდიკატის ნაწილი, იმიტომ რომ საქართველოს დამაქცევრები, ადეიშვილის პროკურორები, ვანო მერაბიშვილის არღნიშიტები, მიხეილ სააკაშვილის მწამებლები, ასპიტები და ურჯულოები ისევ იქ საჯეთის ციხეში სხედან. ისევ იმ სტატუსებით და უფრო უარესიც დაწინაურებულები არიან. მათთვის არავის აუკრძალავს არც საქმიანობა, არც მათი კეთილსინდეციერება დაუყენებია ვინმეს კითხვის ნიშნის ქვეშ და მადაც გაათმაგებული და გაასმაგებული აქვთ. შესანიშნავად არიან, სიმბიოზში ცხოვრობენ, ძალიან კარგად, პორტირებულები არიან, ნაციონალური მოძრაობიდან კონციონალური მოძრაობაში, მერე კონციონალური მოძრაობიდან კიდე რაღაც მოძრაობაში გადახტებიან, იქეთ გადაბარგდებიან, აი შემდეგ აბსოლუტურად არაფერი იცვლება. მოქალაქეთა კავშირი როგორც დედა და უბედურების სათავე მთელი ამ დანაშაულებრივი სინდიკატისა, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ და ზურაბ ჟვანიამ შექმნეს, არის ცოცხალი ისევ სუნთქავს და საქართველოს შემოხვეულია როგორც აი ეს მაყჭობელა გველი ისე რა. ესენი ყველანი არიან მოკავშირის შვილები, ესენი არიან საქართველოს მტერები, პირდაპირ გეუბნებით ამას რა. და ამიტომ ამათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს. იმიტომ რომ რაც მოქალაქეთა კავშირმა ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ, არჩევნების გაყალბება, პოლიტიკური მკვლელობები, უბედურება, ტერიტორიების ჩაბარებები, მთელი ამბების გარიგება, ყველაფერი რაც მოაწყვეს, ის ცირკი, სააკაშვილისთვის ხელისუფლების გადაცემა და ასე შემდეგ, ეს პროცესი, მთელი ეს სპექტაკლი, სისხლიანი პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ ჩაუყარა საფუძველი და მან ასწავლა ამათ ეს ყველაფერი. ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ გრძელდება. ამ ყველაფრის შესახებ ბუნებრივია მახსენდება
პოლიტიკური ბატალია ერთი ინგლისის ისტორიიდან მოგეხსენება თქვენ პარლამენტარიზმის ისტორია ბრიტანეთიდან იწყება 1265 წელს შეიკრიბა პირველი პარლამენტი და მის სათავებთან იდგა დიდი სახელმწიფო მოღვაწე წარმოშობით ფრანგი მაგრამ ინგლისის მეფის ჰენრი მესამის სიძე გახდათ ის სიმონ დე მონფორი და სწორედ ის იყო ამის ინიციატორი და მან მოგეხსენება თქვენ ლუისის ბრძოლაში ჯერ დაამარცხა მეფე და მისი ვაჟი ედუარდი დაატყვევა და შემდეგ ის იუშემის ბრძოლაში 65 წლის ზაფხულში დამარცხდა და აი გადამწყვეტი ბრძოლის წინ სხვათა შორის ის იყო პრინცის ედუარდის ამსდელი და დაინახა ის ლაშქარი რომელსაც მოუძღოდა ედუარდი ახალგაზრდა მისი გაზრდილი და სიმონ დე მონფორმა წამოიძახა ბრძოლაში ეს ხომ მან ჩემგან ისწავლაო იმ ბრძოლაში სიმონ დე მონფორი მოკლეს და ამით დამთავრდა დროებით რა თქმა უნდა ინგლისის პარლამენტარიზმის ისტორია დროებით შეწყდა მაგრამ ეს ფრაზა ეს ხომ მან ჩემგან ისწავლა შეიძლება ჩვენ აი მთელი 700 წლის შემდეგ გადმოვიტანოთ ჩვენს ეპოქაში მოვახდინოთ მისი გენერირება და ეს ყველაფერი რასაც ესენი აკეთებენ ეს ამათ ედუარდ შევარდნაძისგან ისწავლეს და შევარდნაძე დღეს კი არის ჩაბეტონებული კრწანისის ველზე მაგრამ სინამდვილეში შევარდნაძის სისტემა არ შეცვლილა ისევ ესენი არიან ესენი შევარდნაძის ხელის ბიჭები არიან ყველანი ყველას ვირფასო მეგობრებო რაღაც იშვიათი გამონაკლისის გარდა თვითონ თუ არა მათი მამები ედუარდ შევარდნაძის კარზე მსახურობდნენ ზოგი მეთულუხჩე იყო ზოგი ყულა რაღაცი იყო ზოგი ბაბაჯანად მუშაობდა ზოგი ასინეთად მუშაობდა და ასე შემდეგ ესენი იქ იყვნენ ზოგი ედუარდ შევარდნაძის მოსამართლე იყო ზოგი ედუარდ შევარდნაძის უშუალოდ საბჭოში მუშაობდა იქედან ეძმაკაცებიან ერთმანეთს ამათ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან აი როგორც გრიგოლ ხანძთელზე ამბობს ის სულგანათლებული ავტორი გიორგი მერჩულე სიჩოითგანვეო დედისაით შეწირული იყო ღვთისათაო ანუ დედის საშოდანო უფლისთვის იყო შეწირულიო ესენი მოდიან ყველანი ედუარდის საშოდან ესენი ედუარდის შვილები არიან პოლიტიკური თვალსაზრისით ამიტომაც არ გაგიკვირდეთ რომ გულის ჯიბეში ზოგ შევარდნაძის სურათი უძევს ზოგ ჯაბა იოსელიანის ზოგ თენგიზ კიტოვანის ზოგ თენგიზ სიგუას ამიტომაც არ ყოფილა შემთხვევითი რომ ედუარდ შევარდნაძე წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს ვითარცა თომას ბეკეტი ისე და კინაღამ წმინდანად შერაცხეს რა უნდოდა შევარდნაძის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს სისხლის სმერს სოხუმის ჩამბარებელს მოღალატეს სატანას ფარისეველს რა უნდოდა შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში მაგრამ ეხა მე ხო გეუბნებით რა ეს იყო ედუარდის შვილების მიერ მოწყობილი მისი რაღაცა ცერემონიალი და მე ხალხს დაძდებდნენ მე მგონი ერთი ამბავი ქონდათ ეს 2014 წელს ხდება ქართული ოცნების ხელისუფლებაში რომ გინდა თუ არა პანაშვიდზე წამოდითო იმიტომ რომ ხალხი არ მიდიოდა იქ და ესენი შევარდნაძის შვილები და შვილიშვილები დაძდებდნენ ხალხს ავტობუსებით რო წაეყვანათ გაიხსენეთ მაია ბითაძის ნათქვამი დღევანდელი პარლამენტის წევრის რომ ჩვენო სააკაშვილიო ნახირივით დაგვატარებდაო ყვითელი ავტობუსებით აღმო ამას რომ კალი იტყვის ესე იგი თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო და სააკაშვილიო ჩვენო ნახირივით დაგვატარებდა იქეთ აქეთო ეს არის ნახირი უბედურება ის არის პოლიტიკური ნახირია დიახ ასეა სამწუხაროდ და საუბედუროდ აი ამ კითხვებზე ჩვენ თუ არ გავცემთ პასუხს თუ ეს პრობლემები არ დაალაგდება მე გეუბნები თქვენ ძვირფასო მეგობრებო არც დემოგრაფი ვარ არც გრაკალის მკითხავი არც წინასწარმეტყველი და არც მაპატიევს ბატონმა მიხეილ ცაგარელმა და არც ვარსკვლავთელი წველი მაგრამ საქართველოს შავი დღე უდგას და ქართველი ერი უკვე არის მილევად რეჟიმში ისევე როგორც
ყობახიძე ივანიშვილის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა და გამოშიგნული უნივერსიტეტების მსგავსად ქართველიერი მიილევა საბოლოო ჯამში და გადაშენდება. აი ეს ასე მიდის საქმე. მე არ ვიცი, ესე იგი ქვეყანაში იქნება ეკონომიკური ბუმი, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ქვეყანაში იქნება ეკონომიკური წინსვლა, იქნება უმდიდრესი ოჯახები, იქნება 2 მილიონიანი და 3 მილიონიანი მანქანების დოღი თბილისის ქუჩებში, მაგრამ ეს არ იქნება საქართველო. აი როგორც დიდი პოეზიის მეფე ჩვენი სულნათი გალაქტიონი ამბობს, არის ხლართი რკინიგზების, არის ავტო, მოტო, ლელო, არის ოჯახები, მაგრამ ეს არ არის საქართველო. არ იქნება ის საქართველო რა. ყველაფერი იქნება, მაგრამ ის საქართველო არ იქნება და ტენდენცია ამისკენ აშკარად, ესე იგი ყველანაირი სიმპტომატიკა გვიჩვენებს, რომ აქეთკენ მივეკანებით ჩვენ. აქეთკენ მიდის ეს ვითარება და ეს მდგომარეობა. ესე იგი ჩვენ შემოგვიგდეს საქართველოს დაუძინებელმა მტრებმა ის ბომბი აგვიფეთქეს, რომელზედაც მთელი ქართველიერი აფეთქდა. დააჭირა მთელმა ქართველმა ერმა ამ ბომბს ფეხი და აიწია ჰაერში მთელი ქართველი. რა მოხდა? ფული შემოგვიგდეს ჩვენ. გაგვაგიჟეს ფულით. დოლარის მონა გახადეს მთელი ქართველი ერი. მთელი ქართველი ერი გადახვეწილია საქართველოდან. ქალბატონები, ძვირფასი ქალბატონები არიან წასულები, მიტოვებული ბავშვები, მიტოვებული ბიჭები, მიტოვებული გოგონები, მიტოვებული კაცები, ქალბატონებიც მიტოვებულები და არის აი ეს სიტუაცია, ეს საგანგაშო სიტუაცია. რა თქვა მე ქართული ანდაზა თვალს თვალი დაშორდება და გულს გული დაშორდებაო. ინგრევა ოჯახები. ეხლა 10 და 15 წელიწადი რო ქალი წავა ოჯახიდან, ეხლა მე რომელ ოჯახსა ვლაპარაკობ ჩვენ ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ არასოდეს არ გვილხინდა ქართველებს. ჩვენ არასოდეს ყოფილვართ მდიდარი სახელმწიფო. ის მქონდა რაღაცა ოქროს ხანა, 120 წლოვანი უძლეველობის ხანა, როდესაც ივანე ჯავახიშვილის გათვლით მაშინდელი საქართველოს დავითისა და თამარის საქართველოს ბიუჯეტი, ეს ივანე ჯავახიშვილის გათვლა არის და არა დავუშვათ რომელიმე დღევანდელი სამარცხვინო ეგრეთ წოდებული ისტორიკოსის, რომლებიც რაღაც საქართველოს დაუძინებელი მტრის როლანდ სუნიანის აუდაობდა წიგნებს ბეჭდავენ და სოციალურ ქსელებით მე ქართველ მკითხველს იპატიჟებიან, რომ იყიდეთ ეს წიგნიო ქართველი არის წარმომავლობის შესახებ. დიახ, არაფერს არ ვაჭარბებთ. არის ამერიკაში მოღვაწე სომეხი მეცნიერი როლანდ სიუნი, სინამდვილეში სიუნიანი. ხო და აი როლანდ სიუნიანმა დაწერა ესეთი წიგნი ქართველი არის წარმომავლობა, წარმოშობა. ხო და აი ესენი ახლა ეს ქართველი არევტრაკანები ახლა ამ წიგნს აანონსებენ და იყიდეთ ეს წიგნიო რა და ამით ფული უნდა იშოვონ ამ სამარცხვინოებს რა უნდა ელაპარაკო ახლა. ხო და ერთ სიტყვით ივანე ჯავახიშვილის გათვლით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დავითისა და თამარის ეპოქაში 3-ჯერ აღემატებოდა მაშინდელი ინგლისისა და საფრანგეთის ერთად აღებულ სახელმწიფო ბიუჯეტს. აი ეს ქონდა ჩვენ. და ქართული საისტორიო წყაროები ერთხმათ და არაბული წყაროებიც და თურქულენოვანი წყაროებიც ერთხმათ ირანულენოვანი, თურქულენოვანი და არაბულენოვანი წყაროები ერთხმათ აღიარებენ, რომ როდესაც ჯალალედინმა 1226 წლის 9 მარტს თბილისი აიღო, თბილისიო თვალმარგალიტის მთები იდგაო. რაც დავითს და თამარს შეუქმნიათ, რაც დემეტრე პირველს უგროვებია, რაც გიორგი მესამეს უგროვებია, რაც დავით სოსლანს უგროვებია. აი, თვალმარგალიტის მთები იდგაო. აი ეს იყო ჩვენ ცხოვრებაში, თორე დანარჩენი ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაჭირვებული ხალხი. ჩვენ გვიჭირდა ყოველთვის. არ ვიყავით ჩვენ დალხინებული ცხოვრება, ჩვენ დიდრული ცხოვრება არასოდეს გქონია, მაგრამ ქართველ კაცს ჭინჭებისთვის ქვეყანა არ მიუტოვებია.
ქართველი კაცი ჭინჭებისთვის ქვეყნიდან არ გაქცეულა. რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი სამარცხვინო თავფურცელი ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ქართლის ცხოვრებაში, მაგრამ არის დიდებული სატიტულო ფურცლები ქეთევან დედოფლის ცხოვრებისა. ყავს მოღალატე კახა გამრეკელ თორელი, რომელიც მონღოლებს მიუვიდა სამარცხვინო და ტაშისკართან უთხრა, რომ თქვენო ვერ ამარცხებთო არღუნოინს ეუბნება, ვერ ანარცხებთ ქართველებს, იმიტომ რომ არ იცითო ქართველები როგორ უნდა დაამარცხოთო და ამიტომ ჩვენ გავიშვითო, აქავართო ჩვენაო და ჩვენ ვიგვიშვითო და ჩვენ დავამარცხებთო. აი ქართველი, მაგარია, ხო? ხო და აი ესე დაწანწალებენ, ეგეთი კახა გამრეკელ თორელები გვყავს ჩვენ ახლა, რომ დადიან ესენი, ეს მოღალატეები, ეს ელენე ხოშტარიები და გიორგი კანდელაკები და ვანო ჩხიკვაძეები და ეს ნატალია საბანაძეები, ესენიც არიან ჩვეულებრივად თავისი ჩვენი დროის კახა გამრეკელ თორელები, რომლებიც დადიან არღუნ ნოინთან და ეუბნებიან როგორ შეიძლება საქართველოს და ქართველების დამარცხება. აი ამ მოღალატეებს მიხედეთ თქვენ უნივერსიტეტების გამოშიგუნას თავი გაანებეთ და იმ სამარცხვინო რო იტყვიან ფოკუსებს, რომლითაც სააკაშვილს დააწყებინეთ თქვენ და სააკაშვილი გააგიჟეთ მერე და ისედაც გიჟი იყო და გიჟ კიდე აღარ უნდა და გაგიჟება და აი ეკამდე მიიყვანეთ საქმე და აი ამ ხალხს მიხედეთ თქვენ, ამ ხალხს, ამ მოღალატეებს, რომლებიც იქ დაწანწალებენ უცხო ქვეყნებში არღუნოინებთან, ხო? და ტრებს იმას ეუბნებიან და ყურში ჩარჩურჩულებენ, როგორ დაამარცხონ ქართველი ერი და საქართველო. მაგრამ ამის თავი თქვენ არ აგაქვთ ვაჟბატონებო და ძვირფასო ქალბატონებო. არ აგაქვთ თქვენ ამის თავი. ვერ აკეთებთ ამას, იმიტომ რომ ეს არის ხელშეუხებელი კასტა. ეს არის მაღალი რანგის აგენტურა, რომლებსაც პირდაპირ უცხოეთის სპეცსამსახურების ბეჭდები აზის. და ამას ხელს ვერ კიდებთ. ამიტომ რუსთველისა არ იყოს ეს ყველაფერი გავს, რო იტყვიან ვაჟთან ადირობასაო, როცა ხელად გავთ, როცა დიდსა ვერ კლავთ და ხელად გავთ ხოცვა ნადირთა მწირეთა. დიდ ნადირს ვერ ეხებით და წრილ ნადირებს რაღაცეებს იჭერთ ახლა ვიღაცას ეს გულბართ ცხილაძე იქნება თუ ვიღაცა ჩემთვის გაურკვეველი პიროვნება ვინმე ლაშა ჩიხლაძე. აბსოლუტურად არ ვიცი ვინ არის ეს კაცი. მე არავის არ ვიცავ, აგენტები უნდა დაიჭიროთ, სრულფეხობა იქნება თუ სრულფეხობა, მაგრამ სრულფეხობიდან დაიწყეთ. ძალიან კარგად იცით ვინ არიან აგენტები და ვინ საიდან ფინანსდება და კეთილი ინებეთ და დადეთ ეს დოკუმენტები. ხო. და ესე ამორჩევით ხალხის დაჭერა არ შეიძლება. და პირველ რიგში დაიწყეთ თქვენი რიგებიდან, გაწმინდეთ თქვენი რიგები. იმიტომ რომ აღმოჩნდა ძვირფასო მეგობრებო, რომ პრემიერ-მინისტრი ყოლია თურმე ჩვენ უცხო ქვეყნის აგენტი. ბატონი გახარია. ამას თქვენ ამტკიცებთ. მე არ მომტკიცებ. თქვენ გაიძახით და თქვენ ეუბნებით ხალხს. ხო. აღარაფერს ვამბობ ახლა სხვა პატიმრებზე, რომლებსაც უკვე აშკარად პოლიტიკური ელფერი დაკრავს. მაგალითად, ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია. იმიტომ რომ ვრცელდება მისი ჯიშ ჩანაწერი, რომელიც ალბათ სოციალურ ქსელებში მომასმეინეს, სადაც კაცი ამბობს მიუტანეთო, თუ გინდა თუ ეს ჩანაწერი არ მეშინიაო, ბიძინა ივანიშვილსო და როგორც ჩანს იქ აღმოჩნდა ვიღაცა გამცემი და მიუტანეს და ნუ ახლა არ მომეწონა მანდ მაინც ახლა რო გითხრათ სიმართლე ბატონი ღარიბაშვილის ის გინება, მაგრამ რაღაცა მგონია რომ ეს პიროვნული ამბის გამო არის ციხეში გაშვებული. ხო. თორე დღეს ეხა რო შეამოწმოთ თქვენი ნებისმიერი უწყება და ნებისმიერი სამინისტრო. მე გეუბნები თქვენ რომ საქართველოს ციხეები არ ეყოფა. იმდენი ხალხი იქნება დასაჭერი კორუფციის ბრალდებით. ყველა უწყებაში, ყველა დეპარტამენტში, ყველა სიბში, ყველა აიბში, ყველა სამინისტროში. კორუფციამ შეჭამა დღევანდელი საქართველო. და არის უმძიმესი მდგომარეობა. აი ეს არის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. კაცმა მალაო და ჭირმა თავი არ დამალაო. არ მალავს ეს ჭირი თავს. არ მალავს ეს ჭირი თავს და ვიდრე გვიან არ არის. სანამ ურემი გადაბრუნდება ცნობილი ნაწარმოების
რომ სათაური მოგახსენეთ ამ შემთხვევაში რაღაცა იქნება ქვეყანას საშველი დააყენოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ დიდი იმედებით ვიყავი გამშვალული თქვენი ხელისუფლების მიმართ. ძალიან დიდი იმედი მქონდა თქვენი, მაგრამ ვარ იმედგაცრუებული და მე თქვენი მომხრის პოვნა უკვე საზოგადოებაში ძალიან მიჭირს. თქვენი მომხრეები არიან ის დაკონვერტებული და ჩაკონვერტებული ხალხი, რომლებიც რაღაცეებს ჟღაბნიან ხანიკით და ხანაკით. თქვენი მომხრე უკვე საზოგადოებაში არ არის, ასე მიიყვანეთ საქმე, ასე წაიყვანეთ საქმე. და ეს არის ძალიან მტკივნეული პირადად ჩემთვის. პირადად ჩემთვის არის მტკივნეული, მაგრამ მე ვერ მივცემ ჩემ თავისუფლებას და ჩემი შინაგანი სინდისი და ჩემი კონსტიტუცია მიარმაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ შავი თეთრად გავასახო. ვერ მოგიწონებთ ამას. იმიტომ რომ ეს არის დიდი პოლიტიკური თამაში. და ამ პოლიტიკურ თამაშს ეწირება საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამბობთ ტყუილებს. გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და დიდი ზამბით ყინჩად გამოაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა 300,000 კაცით გაიზარდაო. შედალოცვილო რომ გაიზარდა იმ 300,000 კაცით. აბა ერთი მითხარი 300,000 კაცი ვინ არის ეთნიკური წარმომავლობით? ქართველები არიან ისინი თუ პაკისტანელები და ირანელები? აი მაშინ ესეც თქვით რა. ამას რო ამბობ, აი ეგეც თქვით, ბატონო ირაკლი, თორე მაშინ ეგ არის ვირეშმაკობა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. და ეს ხალხი შემოუშვით თქვენ და თქვენ დაგუპეთ საქართველო. სააკაშვილმა დაიწყო მოღალატემ აგენტმა, ნაძირალამ და გააგრძელეთ თქვენ. თქვენ ახართ ამისი ავტორები. თქვენ გაუხსენით საქართველოს ზღუდეები, თქვენ შემოათესლეთ ამდენი ხალხი და ეხლა უკვე ვეღარ ერევით მაგათ. და წალეკილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ეხლა აცხადებთ რომ თქვენო ისეთი დაჯარიმები უნდა დაგიწესოთო რომ მანქანებიდან ჩამოხვიდეთო და საზოგადოებრივ ტრანსპორტითო იაროთო და კი მაგრამ თქვენ დადიხართ საზოგადოებრივ ტრანსპორტით? თქვენი შვილები დადიან საზოგადოებრივ ტრანსპორტით? დადიხართ საზოგადოებრივ ტრანსპორტით? მეტროში, ავტობუსში, მარშრუტკაში მე თქვენ არ მინახიკართ. იმიტომ რომ კერძო თვითმფრინავები გყავთ. კერძო ვერტმფრენები გაქვთ და ფული სად წაიღოთ არ იცით. და რითიც დავიწყე იმით ვასრულებ. გავსებულია მილიონერებით ხელისუფლებას და ოპოზიციაც. ბიტკოინების ბიზნესი, ქსელური მარკეტები, საშუამავლო ფირმები, ყველაფერი არის თქვენი. განაწილებული გაქვთ ყველაფერი ერთმანეთში. და რაღაცას ატყუილებთ ამ ხალხს ახლა რომ ისა რაღაცებს დაუკელით თქვენ. 35 ლარი ღირს საქონლის ხორცი მაღაზიაში. რას დაუკელით თქვენ? დაუკელით ამ უსაგნო ლაპარაკს და თუ გაქვთ რაიმეს თავი მოუმატეთ საქმეს, მაგრამ ვაგლახრო არა გაქვთ რესურსი ამოგეწურათ და ვაი და უი საქართველოს რომ შემცვლელი არ ჩანს ვინმე ჯერჯერობით და ეგ შველის თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეგ არის თქვენი ყველაზე ეფექტური მაშველი რგოლი რომ ვაის გავეყარე უი შევეყარეო, ისი არის ახლა თქვენ რო წახვიდეთ წასასვლელები ხართ, უნდა წახვიდეთ აუცილებლად, მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს კაცო? ეს ისა ბოკერია სოლი? ბიტკოინებით გამილიონერებული პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე და ჭიჭე ვაშაძე და ისინი რაგბია. შეჭამეს ქვეყანა. არ დაუკლიათ არც ერთი პარტია, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა. სულ ხელისუფლებაში არიან. აი ეს არის პრობლემა. აი ეს არის თქვენი მშველელი დღეს. ეს ოპოზიცია არის თქვენი ნომერ პირველი მოკავშირე. ესენი არიან თქვენი მშველელები. რაც მეც გალანძღავს ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს, გასალანძღია იმსახურებს, რა თქმა უნდა, ის ყველაფერს იმსახურებს. ის ეშაფოთზია ასაყვანი. ეს არის თქვენს წისქვილზე წყლის დასხმა. და მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს ქალი არის თქვენი არღნის ჭიტი. ისევე როგორც ვირისაბანოში გამწესებული სუსის ნომრიანი და კგბ-ს უნომრო და კუდის
ისა გადანომრილი აგენტი ელისო კილაძე იყო თქვენი მოკავშირე, მაგრამ მე ერთმანეთში რაღაცები ვერ გაიყავით და გაუშვით ვირის აბანოში. ხო, ეგ არის. მოკლედ ამით ასრულებთ დღევანდელ ჩვენს გამოსვლას. შვიდობით ბრძანდებოდეთ, ქართველებო, ჩვენ სერიოზული ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ, ქვეყანა არის გადასარჩენი. ემიგრანტებო, დაბრუნდით საქართველოში. ჯერ კიდევ არ არის გვიან. ჯერ კიდევ თქვენ საქართველოს გეძახით. თორე მე საქართველოს ვეღარ დაგიძახებთ. იმიტომ რომ ქართული ხმა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ისმის თბილისის, ქუთაისის თუ სხვა საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებიდან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ მომავალ სამშაბათამდე იცოცხლეთ და იხარეთ. ბედნიერად.